თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისთვისა და ექსპორტისთვის. თუ ეს შეთანხმებები მომავალშიც საინტერესო იქნება. ოფიციალური თბილისის სატარიფო დემარშს პასუხი ოფიციალურმა ერევანმა გასცა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე საქართველოს მეზობელ სომხეთს პრობლემებს უქმნის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანიდან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა არსებობს ტრანზიტის ტარიფის პრობლემა, რომელიც საქართველოს წარმოქმნა. მეც დავინახე, რომ ნავთობპროდუქტების დატვირთული მატარებელი უკვე დაიძრა აზერბაიჯანიდან და სომხეთისკენ მიემგზავრება. მივესალმები ამ მოვლენას. ვაჭრობა კერძო კომპანიებს შორის ხორციელდება, მაგრამ რა თქმა უნდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულმა მშვიდობამ შექმნა პოლიტიკური პირობები ამ ვაჭრობისთვის. ნიკოლ ფაშინიანმა არც ალტერნატიული გზების ძიება გამორიცხა, რომ ის ქვეყანას ტვირთის მიღებაზე პრობლემები არ შეექმნას. ამ განცხადების დღეს 18 დეკემბერს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია სოკარმა სომხეთს 22 ავზით 1220 ტონა ბენზინი მიაწოდა. ამის შესახებ მხარეები 28 ნოემბერს გაბალაში გამართულ მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. ისი რო არის თქვენი სადარბაზო შემოსასვლელთან. არ შენი სიმძიმე ხო? ხო, მოვდივარ ხოლმე ხო ხელთ. არ ეს ორი თვეა დაკეტილი. რამდენი ხანი არაც დაიხურან ფუნქციონირებაში. რამდენი თვეა? დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ. 1-4 თვე არის მეტი. შაბათის ფორმულა იმ კომპანიას ეძებს, რომელიც საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ექსკლუზიურად უზრუნველყოფს. GR Transit Line ძველ მისამართზე ბაზალეთის ქუჩაზე არ დაგხვდა. საჯარო რეესტრის მიხედვით ის თბილისის ცენტრალის მისამართზეა რეგისტრირებული, მაგრამ იქაც არავინა. დოკუმენტის მიხედვით 100%-იან წილს საქართველოს რკინიგზა აფლობს. ყველა იგებს იმას რომ ეს ეხება ეს ფარული ჩანაწერი სტუდია მონიტორის საგამოძიებო რეპორტაჟიდან არის ამოღებული. რეპორტაჟის მიხედვით სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები დარეგისტრირების შემდეგ ცდილობენ GR Transit Line-ის დახმარებით საწვავი სომხეთში შეიტანონ, მაგრამ მათ უარით ისტუმრებენ ან მაღალ საფასურს უწესებენ. ნიგზა როდის ლაპარაკობს რომ მე ყველანაირ თვეებს მათ შორის ნავთობპროდუქტსაც უკავლებით გადაგიზიდავ, მოვიდა ეგ ერთი თვე არის და მათ შორის შემიძლია დოკუმენტი წარმოვადგინო რომ მაგ საწვავი შეძლება. საქართველოს რკინიგზა მონოპოლისტი და უალტერნატივოა. 2013 წელს შეიქმნა რკინიგზის შვილობილი კომპანია, ერთადერთი ფუნქციით ყოფილიყო შუამავალი რკინიგზასა და ტვირთის მფლობელებს შორის. რატომ? იმიტომ რომ ამ შუამავალი კომპანიის მეშვეობით მოხდეს ხელოვნურად შექმნა მონოპოლიის და ამ მონოპოლიის ხარჯზე კორუფციული ინტერესების გატარება იყოს შესაძლებელი. ხელოვნურად შექმნილი ბარიერია. წარმოვიდგინოთ ეს შუამავალი კომპანია, რომ უბრალოდ ვისთანაც დალაგებულები არიან. მათ გადაზიდონ ეს ტვირთი და ვინც დახალი მოთამაშე გაჩნდება, მისთვის კარები იყოს ჩაკეტილი. ბასო ურუშაძის თქმით, კომპანიის რჩეული როსნეფტი და ლუკოილი იყო, თუმცა სანქციების გამო სიიდან ლუკოილი დროებით ამოვარდა. შვილობილი კომპანიის დახმარებით საქართველოში შემოსული რუსული საწვავი დაბალი ტარიფით გადის. სხვა კომპანიის გამოჩენის შემთხვევაში კი GR Transit Line ფას ხელოვნურად ზრდის და მსურველს ხელოვნურ პრობლემებს უქმნის. ექსკლუზიური უფლება მივეცი მხოლოდ ორ კომპანიას, როსნეფტი და ლუკოილი. ამ ფულს ოფიციალურად იხდის შვილობილ კომპანიაში და შემდეგ ეს შვილობილი ურცავს რკინიგზას, მაგრამ არაოფიციალურად, რადგან ყიდულობს მონოპოლიას, კორუფციული გზით დებს კონკრეტული ჩინოვნიკის ჯიბეში. ამ კომპანიის უკან იდგა უჩა მამაცაშვილი, ამ კომპანიის უკან იდგა შემდეგ გრიგოლი ლუაშვილი და ვინ დგას ამ კომპანიის უკან დღეს, ეს არის დიდი კითხვის ნიშანი. მსგავსი სქემით ოპერირებენ კომპანიები აზერბაიჯანშიც. ექსპერტების თქმით, აუცილებელია თამაშიდან გავიდნენ შვილობილი კომპანიები და პროცესი სახელმწიფომ ჩაიბაროს. ამ დრომდე არ არსებობს სატარიფო პოლიტიკა. თუ პრობლემა არ მოგვარდება, სომხეთი და აზერბაიჯანი ალტერნატიულ გზას იპოვის. პროცესი ტვირთის 10-დან 15%-მდე კლებას გამოიწვევს, რაც ქვეყნის ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. შვილობილები ჩვენთან, შვილობილი აზერბაიჯანში ორივეს ფუნქციონირება ამძიმებს დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ეს ზუსტად ეს პროცესი არის ის
არა გამჭირვალე და ნეგატიური პროცესი, სადაც უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და აი ეს ექსკლუზივი არ უნდა მიეცეს აი ამ ორგანიზაციებს, აი ამ შუამავალ კომპანიებს და შესაბამისად სატარიფო ველიც უნდა იყოს აწყობილი ისე რომ თავისუფლად შევიდეს ნებისმიერი ექსპედიტორი ან თვითმფლობელის სახელით ბაზარზე შემოსული გადამზიდავი კომპანია. და მაინც რა ალტერნატიულ გზაზე საუბრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ხომ არ ემუქრება საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის დაკარგვის საფრთხე. სპეციალისტების აზრით, თუ საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკას არ შეიმუშავებს და ფასებს არ დაწევს, აზერბაიჯანი და სომხეთი 35 წლის წინ გაჩერებულ სარკინიგზო გზას აღადგენენ. ასევე მოხდება სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთი და თურქეთის რკინიგზების დაკავშირება და აითვისებენ ზანგეზურგის დერეფანს. მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას საქართველო დაკარგავს. დღესდღეობით ეს სადგური არის აბსოლუტურად შენახული, შესაძლებელია რამდენიმე თვეში გაიხსნას, წინ გაუსწრებ შეკითხვას და ვიტყვი რომ ეს იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის გარკვეული კონკურენტი. წარმოიდგინეთ, რომ თურქეთიდან წამოსული ტვირთ ნაკადი შეუერთდება ნახიჩევანის მიმართულებას, უკვე ნახიჩევანიდან კიდე ზემოთაც შესაძლებელია წასვლა ან ტრამპის დერეფნით, ზანგეზურის დერეფნით მოძრაობა. ანუ ფაქტიურად საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს ორმაგი კონკურენციის ქვეშ მოუწევს თების მოზიდვა და თვითების გატარება. ფაქტიურად სომხეთი იღებს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას. აზერბაიჯანული სამთავრობო მედია, რომელიც ივანიშვილს რუხ კარდინალად მოიხსენიებს, საქართველოზე კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ კაზახ-იჯევანის სარკინიგზო მონაკვეთი სულ 50 კილომეტრია და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მის აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამავე სტატიის მიხედვით ზანგეზურის დერეფნის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც სომხეთზე გადის, მომავალ წელს დაიწყება. გეოსტრატეგიულად საქართველო კარგავს ამ შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ეს უნდა გავიაზროთ ასობით მილიარდი დოლარის და ათობით და ასობით წლის განმავლობაში სარგებლის მოტანა შეუძლია ქართული სახელმწიფოსთვის და ამას გვიკარგებს დღეს ქართული ოცნება რუსეთის დავალებით. ამაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო კარგავს ერთადერთ ბერკეტს გეოპოლიტიკურს, რაც ჩვენ აქტუალურს ხვდის საერთოდ რეგიონალურ მასშტაბში, ანტი-აზერბაიჯანული როგორც ბაქოდან აფასებენ ქმედებებს, ექნება შესაბამისი პასუხები, რაც ძალიან რთულ ვითარებაში შეიძლება ჩააყენოს ჩვენი ქვეყანა. სომხეთს ნავთობპროდუქტების 90%-ს რუსეთი აწვდის. რევოლუციის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიზანია რუსეთზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამციროს. რკინიგზის გარდა საქართველოს საზღვარზე პრობლემები შეექმნათ აზერბაიჯანელ მძღოლებსაც. მედიაში გავრცელებული მასალის მიხედვით სატვირთო მანქანების ნაწილი თვეობით ვერ გადის საბაჟო პროცედურებს. ქართული ოცნების სატარიფო გადაწყვეტილება საბოტაჟად უკვე შეფასდა. ოცნების კრიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსეთიდან წამოსული ივანიშვილის კიდევ ერთი საშინაო დავალებაა. ფაშინიანის ხმაურიან განცხადებას გამოხმაურებები არ მოჰყვა ვაშინგტონიდან, სადაც სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ დონალდ ტრამპის ჩართულობით სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერა.